გამარჯობა ბატონ ლაშა, დღეს ჩვენი სტუმარია ლაშა ბერიძე და უნდა ვილაპარაკოთ საქართველოს დეოკუპაციაზე. ბატონ ლაშა, მე როდესაც დეოკუპაციაზე ვლაპარაკობ სტუმრებთან, არა მარტო, როდესაც მარტო ვლაპარაკობ, ყოველთვის შემიძლია ისე განვიხილო, როგორც მე მიმაჩნია სწორად, მაგრამ როცა სტუმრებთან ვლაპარაკობ, ყოველთვის ისე ლაგდება საუბარი, რომ აი უკრაინა რო დეოკუპირდება, მერე ამას მოყვება საქართველოს დეოკუპაციაც. მე დღეს მინდა თქვენთან ვილაპარაკო იმაზე, რომ თვითონ საქართველოს რა რესურსი აქვს, დღეს რო რესურსი არა აქვს, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი გვაქვს გვესმის, მაგრამ ზოგადად რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ თავის დეოკუპაციას თვითონ უხელმძღვანელოს, თვითონ წარუძღვეს და თვითონ მიაღწიოს. თუ ხართ თანახმად. უკრაინის გამარჯობა, რა თქმა უნდა, დიდი პოზიტიური მოვლენა იქნება ბალანსის ცვლილებისთვის რეგიონში და გამარჯვებული უკრაინა ალბათ სერიოზული პოტენციური მოკავშირეა, რომელიც შეიძლება საქართველოს ყავდეს, ხო, გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, ხო? ჩვენ უნდა ვიშრომოთ სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ესეთი აზრი, რომ აი უკრაინა მოიგებს და მერე მოგვეხმარება, აზერბაიჯანი მოიგებს და მერე მოგვეხმარება, ამერიკა მოგვეხმარება, ვიღაც მოგვეხმარება. ყველა შეიძლება თეორიულად მოხმარებით ყველა მოგვეხმარება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ. ანუ ჩვენ გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. როდესაც საუბრობთ დეოკუპაციაზე, გასათვალისწინებელი, დღევანდელი მოწმობილობით და კიდე კარგ ახანს არის ფაქტორი ქვეყანა, რომელსაც ქვია რუსეთი, ოკუპანტი რუსეთი, ხო? ანუ, როცა ჩვენ საუბრობთ დეოკუპაციაზე, მე პირველი და ახლავე ვიტყვი და აღვნიშნავ. მე არ ამწავს დეოკუპაცია ძალის გარეშე. ეს არის ტყუილი საუბარი, ფუჭი იმედების მიცემა მოსახლეობისთვის და ეს არის რაღაცა ლამაზი პოლიტკორექტული საუბარი ხალხი, რომელიც აზზე არ არის რა საუბრობს. თუ ჩვენ საუბრობთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა გქონდეს ძლიერი სახელმწიფო. მე მაინც და მაინც ომზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. ომი შეიძლება აირიდო თავს, მაგრამ კი, დეოკუპაცია და ომი სხვადასხვა რაღაცაა, მე ამაზე ხშირად ვლაპარაკობ. დიახ, ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს საკმარისი ძალა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად გადავწყვიტოთ ოკუპაციის საკითხის სამხედრო ძალით, თუ ამის მომენტი დადგება. ხო, მე რუსეთს გავუსვი ხაზი, იმიტომ რომ ამას ყოველთვის ვერ გააკეთებ, თუ რუსეთი იმყოფება აღმავლობის ხანაში, თუ რუსეთი ძლიერია, შენ ამას ვერ გააკეთებ, ვერ შევაჭრე, ვერაფერს ვერ უნდა. მაგრამ უკრაინის ომმა ასევე არჩევნა, რომ რუსეთი ხანდახან ძალიან სუსტია, თავისი გაჭირვებია და სულაც არცალია ამ შენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. მაშინ აგაქვს იდეალურად მომენტი, რომ რუსეთს პირველი გამოიყენო დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომ რუსეთს დააჯერო, რომ მან ჯობია რაღაც დათმობაზე წავიდეს და შენეს ტერიტორიების ინტეგრაცია მოახდინო ეტაპობრივად. მეორე, თუ კი არანაირი სხვა გზა არ არის, მაშინ შენი მოქმედო სამხედრო ძალით და გამოიყენო სამხედრო ინსტრუმენტი. ხო, იმისათვის რომ სამხედრო ინსტრუმენტი გამოიყენო, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ დღევანდელი უკრაინის ომი დიდი გაკვეთილი აჩვენა, რომ ჭირდება თანამედროვე შეიარაღებული ძალები, რომლებიც ტექნოლოგიურად აღემეტება პირველ რიგში მოწინააღმდეგეს. ანუ შენ სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები, რომლებსაც შეუძლია თავის დაცვად და სწრაფი ოპერაციის ჩატარებას. ამას გარდა საქართველოს ნაირ ქვეყანას ჭირდება ნამდვილად ეროვნული სამსახური. ის მარაფეტული ეროვნული სამსახური არ არის, რასაც დღეს ქართული ოცნება ახორციელებს და გვახვევს თავს, რომ რაღაც ის არის. ჭირდება ნამდვილი ეროვნული სამსახური, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაირ ქვეყანაში იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადავრჩეთ და შეგვეძლოს თავის დაცვა და წინააღმდეგობის გაწევა მტერზე, საჭიროა, რომ ყველა ჯანმრთელი მოქმედი მამაკაც შეეძლოს იყოს პოტენციური რეზერვისტი და სამშობლოს დამცველი. ამას ორ დღეში ვერ გააკეთებ, ამისთვის სისტემაა. როგორ? დედაკაცსაც, მარტო მამაკაცს. ხარს გიჭერთ, დიახ, კაცსაც და ქალსაც, არა, აუცილებლად ხარს გიჭერს, ესეც გენდერული თანასწორობაა, ბოდიშვილი ამას თუ არ ღვევ. ეს ჩვენ ისტორიაში გვაქვს, რომ ქალები იცავდნენ ჩვენ ქვეყანას ძალიან ხშირად და ძალიან მადგრად. მე გეტყვით, მე მიმსახურია შეიარაღებული ძალებში, ბევრ ქალს უმსახურია ჩემთან ერთად, ბევრის მეთაური ყოფილ ვარ და მე მინდა გითხრა, რომ არაფერი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ქალებს არ შეუულიათ თუნდაც სამშობლოს დაცვა, თუნდაც შეტევითი ოპერაციის განხორციელება, არამედ
ამ თანამედროვე სამყაროში. Რა თქმა უნდა, ეს ისევ მაინც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დელიკატური საკითხია, ამიტომ ჩემი პირადი პოზიცია ესეთი იქნება, ყველა მამაკაცისთვის უნდა იყოს ავალდებულო, რომ ქვეყანა დაიცვას, ხოლო ქალებისთვის ეს უნდა იყოს არჩევითი, ან უნდა იყოს ქვედანაყოფები, სადაც საბრძოლო ქვედანაყოფები ხალხს უსმენს, სადაც ქალებს შეიძლება ოღონდ ნებაყოფლობითობის ბაზაზე მონაწილეობის მიღება, თვლის გავლა და არის მთელი რიგი სამხედრო პროფესიები, რომელშიც ქალი უკეთესად შეასრულებს ფუნქცია მოვალეობას, როგორც ვიდრე მამაკაცი. არის ესეთი პროფესიები, მთელი რიგი არ მინდა ახლა დეტალებში ჩავყრა. ამიტომ დიახ, ეს არ არის, მაგრამ მე ხაზი გავუსვი, უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოვიგერიოთ ნებისმიერი სახის შეტევა. რა თქმა უნდა, ახლა პოლიტიკური კავშირები და სტრატეგიული კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ თუ არ გვაქვს, დღეს არ გვაქვს ძალა, რომ ძალით მოვახდინოთ დეოკუპაციას. შესაბამისად ვერც ვლაპარაკობთ რა. ვერც ვაჭრობთ, ვერც ვერაფერი. როცა ძალა გვეყოლება ადგილზე, მზად ვიქნებით ამ ოპერაციის ჩასატარებლად, მერე შეგვიძლია უკვე ვესაუბროთ, ვისაც გინდა, როგორც გინდა, ძლიერის პოზიციიდან. ძალა რომც ვქონდეს, ახლა უცებ. ჯერ იმას უნდა მივახციოთ, რომ რუსული რეჟიმი არ გვაჯდეს თავზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ძალა ქონდეს, რუსული რეჟიმი ამას არ გაუძღვება. არა, ეს სხვა საკითხია, მე თვითონ აღნიშნეთ ეს საუბრის დასაწყისში და მე აღარ შევეხება, როცა რუსული რეჟიმი ყავს სათავეში, ეს ყველაფერი ჩვენი საუბარი არის თეორიული საუბარი ორ ადამიანს შორის, რომლებიც რაღაც აზრებს ცვლიან რაღაც საკითხზე და ნათელ მომავლის მოლოდინში რაღაცა კაი იდეებს აყალიბებენ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჭკუით, ხო? მაგრამ მე მინდა რომ რეალისტური ვიყო, რას ნიშნავს დეოკუპაცია. დეოკუპაცია მაინც ადრე თუ გვიან მიგვიყვანს საბრძოლო მოქმედებებთან. შეიძლება არ მიგვიყვანოს ომთან, მაგრამ აი თეორიულად განვიხილოთ ისე ვთქვათ აფხაზეთის ვარიანტი. აუცილებლად დღეს აფხაზეთში გამოჩნდება მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც მოუნდება თანამედროვე საქართველოსთან ცხოვრება და არ მოუნდება რუსეთში ცხოვრება. გამოჩნდება ესეთი ხალხი, ჩვენ თუ ამას კარგად ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, ხო? იგივე საინფორმაციო სადაზვერვო ინსტრუმენტებს თუ ეფექტურად გავყავით. მაგრამ, როდესაც ესეთი ხალხი გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება ხალხი, რომელიც მათ ჩასაჩექმნად გამოუჩნდება მზად, რომელიც მზად იქნება მათზე იძალადოს, დახოცოს, შეურაცხყოფოს და ასე შემდეგ. შენ თუ მზად არ იქნები, რომ ეს ხალხი დაიცვა ძალის მიხედვით, შენ მაშინ ჯობია საერთოდ არ დაიწყო ამ თემაზე საუბარი და გაჩვენდე. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ როგორც არ უნდა შემოუვაროთ ამას, პირველი ჩვენ უნდა კიდე ხალხს მე არ ხადაგებ ომის დაწყებას, ჩვენ უნდა გქონდეს ძალა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთი მზად ვიყოთ, ჩავატაროთ სამხედრო ოპერაცია დეოკუპაციის მისაღწევად, მეორე მზად ვიყოთ დავიცვათ ის მოსახლეობა, რომელიც მზად იქნება, რომ საქართველოს სახელმწიფოში ნებისმიერი პირობებით, ნებისმიერი შეთანხმებით, ნებისმიერი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე იცხოვროს საქართველოს სახელმწიფოში და არა რაღაც გაუგობარ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? რომელსაც არც აღიარების პერსპექტივა აქვს, არც არაფერი და მაქსიმუმ პერსპექტივა რაც აქვს, იყოს რუსეთის სახელმწიფოს სადღაც მიგდებული პროვინცია და მიტოვებული, რაც დღეს არის უკვე ამდენი წელია, ხო? ეს ძალიან კარგად ესმით აფხაზურ საზოგადოებაში, ამიტომ ძალა გვაქვს. ახლა რა არის კიდე საჭირო, რა თქმა უნდა. საჭიროა სერიოზული საინფორმაციო პროპაგანდული სადაზვერვო მუშაობის წარმოება, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ჩვენ მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი მივიმხროთ საქართველოს ხარჯს, საქართველო გახდეს მათთვის მიმზიდველი ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და აუცილებელია ყველას დავანახოთ, რომ მათი უფლებებიც იქნება ჩვენ სახელმწიფოში დაცული. დღეს ჩვენ ვერ ვანახებთ ვერავის, რომ ქართველი ხალხის უფლებებია. ანუ ყველაზე დაუცველი დღეს საქართველოში არის ქართველი ადამიანის უფლებები. მე თუ მკითხავთ რა, პატრიოტი ადამიანის უფლება არის ყველაზე დაუცველი არის პატრიოტულად განწყობილი ქართველი კაცი, ხო? შენ როცა ასეთი რეჟიმი გაქვს ქვეყანაში, ვერავის ვერ დაანახებ, რომ შენ მიმზიდველი ხარ რაიმე ფორმით. ამაში ხო, ახლა იმას რომ მორჩებით მე და კომენტარს გავაკეთებ მიმზიდველობაზე. აუცილებელია და სამუშაოა, ნიადაგი მოსამზადებელია. აუცილებლად დიპლომატიური მექანიზმი გვაქვს ჩასართავი, რომ ჩვენ მეკავშირეებთან მაქსიმალური კონსოლიდაცია გქონდეს. განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან, რომლებსაც ინტერესი აქვს და რუსეთი. რუსეთი არის ყველაზე დიდი
სპილო ოთახში, რომელსაც გვერდს ვერ შემოუვით. ხო, რუსეთს ომს ვერ დაუწყებთ, მოდი რეალისტები ვიყოთ, რანაირ გასუსტებულიც არ უნდა იყოს, მას შეუძლია დამანგრეველი ძალა იქონიოს ჩვენზე. ხო, აქ გვჭება ორი ვარიანტი. ერთი, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალა, მიმზიდველი ვართ, შეგვიძლია რაღაცაში ვესაუბროთ და რაღაცა პირობებში გავცვალოთ რუსეთთან ეს საკითხი, ეს სრულიად შესაძლებელია, თუ გაუკვირდეთ როგორ სუსტ წერტილზე იმყოფება რუსეთი ახლა და დიდი ალბათობით ეს ომი დიდხანს გაგრძელდება და მას გაუჭირდება ამის, ამიტომ ერთი შეგვიძლია რაღაც შეთანხმება გავაკეთოთ, გავცვალოთ, მე გამიჭირდება დეტალების საუბარაზე, მე პირადად ვიტყვი, რომ ჩემთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გქონდეს, ამაში შეიძლება ყველაფერი გავცვალოთ რა, ანუ ყველა სხვა საკითხზე შეიძლება უარი ვთქვა, თუ კი ტერიტორიულ მთლიანობას ნამდვილად აღვადგენთ, ბევრი რამე შეგვიძლია დავთმოთ. ეს არის, ხო? მეორე, თუ კი რუსეთი ამას არ თანხმდება, მაშინ ჩვენ ვართ ძლიერ პოზიციაზე და ვიწყებთ ოკუპირებული ტერიტორიების დამუშავებას. დამუშავებას ვეძახი იმას, რომ ვიწყებთ იქ ხალხის გადმოპირებას ჩვენ ხარჯზე, ვიწყებთ იქ სადაზვერვო მუშაობას, დასუსტებული რუსეთი, როგორც ახლა მაგალითია უკრაინაში ჩართული, მას ბევრი რამის გაკეთება იქ არ შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ სამხედრო ოპერაციებს. ყველა გვეტყვის, მოდი ახლა თვალსაჩინოდ ვილაპარაკოთ. რას იზავს თუნდაც რუსეთი დასუსტებული ასეთ დროს. ხო. ალბათ იმისთვის, რომ თავის ღირსება მაინც გაიჩვენოს და გამოაჩინოს, რაღაცა ღონისძიებას გააკეთებს. ისე უკრაინის ომს დაუბრუნდები, მან შეგიძლია გააკეთოს სარაკეტო დარტყმა, საჰაერო დარტყმა, ან დრონებით დარტყმა რომელიმე დიდ ქალაქზე, ხო? ისევ ვიძახი, როდესაც საუბრობ თავდაცვას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, რომ ესეთი სახის რუსული სარაკეტო დარტყმა მოვიგერიოთ. როგორცაც იგერიებს კიევი. ცა უნდა გქონდეს დაცული წინასწარ და ამაში უნდა დაგვეხმაროთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. 100%-იანი დაცვა არ გამოვა, მსხვერპლის გარეშე ვერ გავალთ ალბათ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მზად ვიყოთ, რომ შევამსუბუქოთ მათი ეფექტი. მათი ეფექტი, რომ დააზიანოს ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. როდესაც შენ რუსეთს ეცდები, გაურიგდები, ვერ გაურიგდები და ფაქტის წინაშე დააყენებ, ის უძულებული იქნება იმ არსებულ რეალობას გაუსწოროს თვალი. ეს არის ერთადერთი გზა დეოკუპაციის, კიდე გეუბნებით, მაგრამ ეს არის სამუშაო ეტაპობრივი პრინციპები, ახლა შეგვიძლია ეტაპობრივად ბევრი ვისაუბროთ თეორიულად. ახლა მე ერთ რაღაცაში შეგეწინააღმდეგებით იმაში, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ და რაღაცა სოციალურ მიმზიდველობაზე და ამით მოვხიბლოთ ოკუპირებული მოსახლეობა. პირიქით, ოკუპირებულ მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო პირველ რიგში იმაზე მუშაობს, რომ საკუთარი ტერიტორიები აღიდგინოს, საკუთარ ტერიტორიაზე აღადგინოს კონსტიტუციური და სახელმწიფო უფლებები და კონტროლი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე ხშირად დავდივარ და ძალიან 80% მოსახლეობის შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დეოკუპაციას ელის. და რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ეს მოლოდინი მათ უფრო გაუმძაფრდათ და უფრო ასე ვთქვათ, უფრო მეტი იმედი მიეცათ, რომ ეს მოხდება. ამიტომ სოციალურში მე გულისხმობ შემდეგს, რა. გაცილებით მიმზიდველია ევროკავშირის წევრი საქართველო, ვიდრე მარტო მყოფი საქართველო. მე მიმზიდველობაზე არ მიმაჩნია, რომ უნდა ვიმუშაო. მე უნდა ვიმუშაო იმაზე, რომ ჩემს ოკუპირებულ მოქალაქეს, ისინი ჩემი ოკუპირებული მოქალაქეები არიან, საქართველოს მოქალაქეები არიან, უბრალოდ დროებით ოკუპირებული. ეს მოდეთ, რომ მე სახლში უნდა დავბრუნდე და მე ჩემი სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ მე მაბრუნებ სახლში და არა იმაზე, რომ იქ ვინც ცხოვრობს ახლა და დროებით ოკუპაციაში მოხდა, იმათ ასე ვთქვათ გული მოულბოს იმით, რომ უკეთესად იცხოვრებენ დეოკუპაციის შემდეგ. იცხოვრებენ ისე, როგორც ცხოვრობს მთელი საქართველო და როგორც შეგვიძლია ისე ვიცხოვრებთ და ვიცხოვრებთ და დეოკუპაციას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მე უნდა დავბრუნდე სახლში. პირველ რიგში უფრო სწორად მიმაჩნია აი ასეთი პროპაგანდა. კი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ორი სხვადასხვა ოკუპირებული ტერიტორია აქვს, ორ სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ცხინვალის რეგიონზე, აქ ფაქტიურად არის ერთი სამხედრო ბაზა, ყველა იქ არის დასაქმებული რუსულ სამხედრო ბაზაზე, აქ არის ძალიან რთული დემოგრაფიული სიტუაცია და აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს რაღაც ოსურ ნაციონალისტთან, რა, ჩვენ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ წმინდა წყლის რუსულ ოკუპაციასთან, სხვა არაფერთან, რომელიც უნდა გამდევნოთ დანარჩენი პრობლემა ნაკლებად. ახლა თუ ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთზე, ჩვენ საქმე გარდა
რუსული ოკუპაციისა გვაქვს საქმე აფხაზურ ნაციონალისტთან რა, რომლებსაც ეს ნაციონალიზმი ძალიან ხელოვნურია და ისეთივე გასკდება ეს ბუშტი, როგორც კი ბატონო, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს არსებობს იმაში, რომ მე მაგალითად არ ვემხრობი ასეთ მიდგომას არის მომისმენია, რომ ეს აფსუები, ეს ისინი რაღაც დემოგრაფიულ საუბარს. არსებობს აფხაზური ნაციონალიზმი, ის არ არის მთავარი მიზეზი ოკუპაციის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის საკითხი, რომელიც ჩვენ ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ და მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთხელ ვიძახი რა, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ვინმე მოხიბლოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, კარგი ეკონომიკური სტაბილური სიტუაციით, ეს თავისთავად მომხიბლელია უკვე რა. ჩვენ ვიყავით ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო და რატომღაც ამან არ უშველა იმას, რომ ვიღაცა მოხიბლულიყო ამით. 2012-მდე. საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ მომხიბლელები ვიყავით, მაგრამ ამან არ იმუშავა. ვერ დაგეთანხმებით. ეს ერთი, მეორე გვაქვს კორეის ნიმუში და კორეის მაგალითი. ნახევარი კორეა ძალიან მიმხიბლელია, მაგრამ მეორე ნახევარზე მიმხიბლელობა არ მუშაობს. მიმხიბლელობა არ მუშაობს, როდესაც ოკუპირებულია ტერიტორია და კარგი, ახლა პოლიტიკურად არ ვილაპარაკოთ ამაზე, დეოკუპაციაზე ვილაპარაკოთ როგორც სამხედრო ოპერაციაზე. არ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ საკითხებზე და ანუ მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აფხაზეთში არ არსებობს ეს ხელოვნურია აფხაზური ნაციონალიზმი და ის გაქრება, როგორც კი დაიწყება დეოკუპაციის პროცესი. ვერ დაგეთანხმებით, რომ ის გაქრება, ვერ დაგეთანხმებით. მე ვფიქრობ, ეს მთავარი შეცდომაა, რომელსაც ჩვენ ქართველები უშვებთ, ბევრი ადამიანი. არა, მთავარი შეცდომა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ შევიტენეთ ის აზრი, რომ თითქოს აფხაზური ნაციონალიზმი არსებობს. ეს აზრი ჩვენ ხელოვნურად შემოგვტენა რუსეთმა და ჩვენ ეს დავიჯერეთ და შევიტენეთ. პირიქით, მე იმაზე ვლაპარაკობ, რომ ამ შემოტენილი ნარატივისგან უნდა გავთავისუფლდეთ. არა. ამაზეა ძალიან ბევრი ვიდეო ჩემს YouTube-ზე ზუსტად ამ თემაზეა და მე შეგვიძლია უსაშველოდ ვიკამათოთ. არ ვიკამათოთ, იმიტომ რომ ამ თემის სპეციალისტი მე ვარ და ეს მე მომანდეც თუ შეიძლება. პირველი საჭიროება დავიწყე სამხედრო კი, და აი სამხედროს გავყვეთ ახლა და მე იმაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ ეკონომიკურ მოხიბლულობაზე მე არ უნდა ვმუშაობდე. იმიტომ რომ მე სახში უნდა დავბრუნდე მიუხედავად ყველაფრისა, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება თბილისში, ჩემი სახლი სოხუმშია და მე სოხუმში უნდა ვიცხოვრო. ანუ მე ამაზე უნდა ვაპელირო როგორც სახელმწიფომ და არა იმაზე. არ არის ეს სწორი მიდგომა, დამიჯერეთ, მარტო ეს არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ სრულყოფილი სტრატეგია შეიმუშაო, განსაკუთრებით ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორც აფხაზეთია, სადაც თაობები გაიზარდნენ ისე, რომ საქართველოს მტერია, ქართველი მტერია, ხო? ბატონო ლაშა, მე როდესაც ვთქვი, რომ დავდივარ ოკუპაციაში და ვიცი და თავს ვდები იმაზე, რასაც ვლაპარაკობ და როდესაც ვამბობ, რომ 80% თითქმის მოსახლეობის ელოდება დეოკუპაციას, ვიცი რაზე ვლაპარაკობ. და ზუსტად ახალგაზრდებზე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვინც ახლა დღეს 20 წლისაა და 25-ის და აქ თბილისში რატომღაც გონიათ, რომ ის ახალგაზრდა ისეა გაზრდილი. თითქოს თბილისი მისი მტერია. ოკუპირებულ მოსახლეობას თბილისი მტერი რო ეგონოს, 80% თბილისში არ იგულავებდა. ამით დავიწყოთ, იგულავება სიტყვა ჟარგონულია და ბოდიშს მოვიდე ამ სიტყვას. სულაც არ არის ფაქტი, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ბევრ ქართველს გონია მტერი, მაგრამ დიდი სიამოვნებით სწავლა და იგულავებს იქ თუ ამის საშუალება ექნება. არ არის ეს არგუმენტი ამ შემთხვევაში არ არის სწორი არგუმენტი და გეტყვით რატო. კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. ხალხი არის გაზრდილი სრულიად რუსულ სამყაროში. როდესაც ჩვენ საუბრობთ რაღაცა სტრატეგიის შემუშავებაზე, ამ შემთხვევაში თქვა დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავებაზე. თუ კი ჩვენ სრულყოფილად არ გვექნება სახელმწიფოს აქვს რამდენიმე მექანიზმი, რომ აი ეს არასოდეს არცეთ შემთხვევაში მარტო ომით საკითხს ვერ გადაწყვეტავ. დეოკუპაციით. რუსეთის განადგურებით საკუთარ ტერიტორიაზე. ხო, მაგრამ ნუ ეხლა თუ გინდათ მოვყვეთ ზღაპრებს, მეც ვარდისფერ სათვალეს გავიკეთებ, ეხლა ამას გამოვიცვლი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახი, ამას აქვს 4
სახელმწიფო ინსტრუმენტს აქვს 4 კომპონენტი. ეს არის დიპლომატიური ინსტრუმენტი, საინფორმაციო ინსტრუმენტი, სამხედრო ინსტრუმენტი და საინფორმაციო ეკონომიკური ინსტრუმენტი და ის ინსტრუმენტი, რომ ჩვენ უნდა გქონდეს იმ ადამიანების დაცვის საშუალება, ვისაც უნდა დეოკუპაცია. აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ არა იმით, რომ ჩვენ აი რო გავერთიანდებით, მე ყველა ერთად ძალიან კარგად ვიცხოვრებთ და ყველა ერთად ევროპაში რო ვიქნებით, იმიტომ უნდა გინდოდეთ გაერთიანება. ეს რიტორიკა არ იქნება და არ უნდა ეს იყოს. ვიზური ნარატივია, მე საერთოდ არ ვემხრობი ამას. არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ არ არის ძლიერი სამხედრო ელემენტი, აქ არაფერზე არ ვისაუბრებ. ეს არის მოწყუება, თავის მოწყუება, ეს არის თავის საკუთარი მოსახლეობის მოწყუება, ვინც ამას ლაპარაკობს, ის ან თავს იტყუებს, ან აზზე არ არის, რაზე ლაპარაკობს. სამხედრო ელემენტის გარეშე დეოკუპაცია არის აბსურდი. ვერავინ მაგაში ვერ დამაჯერებს, მაგრამ სამხედრო ელემენტს იმისაც რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს და ნებისმიერი მოსალოდნელი მსხვერპლი დამავლი იყოს მინიმუმამდე, უნდა ახდეს აუცილებლად დიპლომატიური კომპონენტი, აუცილებლად უნდა ახდეს. ჩვენ თავარ შეცდომას ვუშვებ, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს, მაგრამ ისეთ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთია, თუ კიდაც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია ელიტებმა უნდა დაგვიჭირო მხარი, საჭიროების შემთხვევაში ნაწილმა მაინც, რომ ჩვენი და მათი მსხვერპლიც იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი ნებისმიერი საჭირო ესკალაციის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ვიღაცები დაგვიჭერენ მხარს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დავიცვათ. ასე ხდება დეოკუპაცია, ან მეორე ვარიანტია, როგორც აზერბაიჯანმა მოახდინა, მე მაგაში ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მაშინ რუსებს უნდა გაურიგდეთ იმაზე, რომ რუსებმა დაგვახოცინონ ყველანი და ჩვენ გვაპარპაშონ. ესე არ მოხდება ალბათ, ხო? არა, ესეთი არ გვინდა. ესეთი სცენარი არ იქნება, ხო? ამიტომ მაშინ რჩება ის, რომ ჩვენ იქ ადგილზე მყოფ ძალები და გვჭირდება ხარდაჭერა, ხო? ის ხარდაჭერა რომ გვჭირდება, არის სამუშაო, უნდა მოიპოვო ის ხარდაჭერა და რაც თავარია, გასაჭირში იმ ხალხს უნდა დაუდგე გვერდში, უნდა დაუდგე ძალით გვერდში, იმიტომ რომ თუ გამოჩნდება 10 აფხაზი, რომელიც ჩვენ დაგვიჭერს ღიად მხარს და მე ჯერ მაგალითად არსად არ მინახია აფხაზების ჯგუფი, რომელიც ღიად გვიჭერდა მხარს, თუნდაც რომელიმე კრიზისის დროს, რომელიც თქვა და მოდი საქართველოს და არასოდეს არც ერთხელ არ მომხდარა ეს. იმიტომ არ მომხდარა, რომ საქართველოს არაფერი არ გაუკეთებია ამისთვის, ხო? ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ აფხაზეთში ცხინვალის რეგიონში ჯგუფი, რომელიც ღიად დაგვიჭერს მხარს. მაგრამ ღიად რომ მხარს დაგვიჭერს ეს ხალხი, ჩვენ უნდა თუ კი გამოჩნდება 5 აფხაზი, რომელიც ღიად დაგვიჭერს მხარს, რუსები იპოვიან 10 აფხაზს, რომელსაც მიცემენ ფულს, რომ ეს 5 აფხაზი დახოცონ. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მე ხა ძალიან თეორიულად ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ესენი დავისვათ. თუ არა ვართ ამისთვის მზად, მაშინ ჯობია ტურისტებად ვიაროთ იქ და თავი დავანებოთ რაღაცა წყელ საუბარს რა. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ამის ამაში გეთანხმებით, მე თქვენ იმაში არ დაგეთანხმეთ, რომ თურმე ეკონომიკურად უნდა ვიყოთ მიმზიდველები, ამაში არ დაგეთანხმეთ. დანარჩენში ყველაფერში გეთანხმებით. იმისათვის რომ ამ 5 კაცმა ღიად დაგიჭიროს ხარი, უნდა იყო პირველი რიგში ძლიერი, ამაზე საუბარი არ არის, საკმარისად ძლიერი, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა შეგეძლოს სამხედრო საშუალებებით, მაგრამ სამხედრო საშუალებების უარყოფითი მხარე რა არის, იცი რომ მეორე მხარეს არასდროს არ ჯერავს, რომ შენ მაგის შეგიძლია რა, რეალურად რა. სანამ ცხვირში არ მოხდება რა, ეგეც არის მაგის უარყოფითი მხარე, მაგრამ შენ უნდა იყო ძლიერი პირველ რიგში, ხო? მეორე რიგში შენ გჭირდება ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური დონეზე, ამისათვის უნდა იყო მიმზიდველი. მიმზიდველი ის კი არა, რომ ვიღაცას ელაქუცებოდი, არა. მიმზიდველი უნდა იყო, იმიტომ რომ რატო გამოდის 100,000 კაცი ქუჩაში და ევროპაში ინტეგრაციის გულისთვის რატო ასკდება რეჟიმს და რატო იღებს 5,000-იან ლარიან ჯარიმას და მიდის სერიოზული რისკზე და ციხეში მიდის რამდენი კაცი, ხო? ძალიან კარგი. იმიტომ რომ არ უნდა რუსეთში ცხოვრება. დავიგე, ხო? იქაურ მოსახლეობასაც უნდა მოვანდომოთ ეს და უნდა გავაბედინოთ ესეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც ჩვენ თბილისში ვხედავთ. ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება, რაც ჩვენ შეგვიძლია მივახდინოთ. ეს რომ გააბედინო, ამისთვის არის სერიოზული საინფორმაციო სამუშაოები ჩასატარებელი სადაზვერვო სამუშაოებთან ერთად. ამიტომ ვიძახი, ხო? უნდა იქაც მიაღწიოთ. მე გეტყვით, თამამად გეტყვით, რომ ალბათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგაზრდები ისე ფიქრობენ, როგორც საქართველოს, ჩვენი ასაკის ხალხი ისე ფიქრობენ, როგორც საქართველოს, მაგრამ ნაციონალიზმი ძალიან დიდი შხამია, რომელიც საზოგადოების შიგნით არის შეშვებული, ხო? თან ნაციონალიზმზე უარესი კიდე სხვა რამეა, ელისო. ნაციონალიზმზე უარესი არის ფსევდონაციონალიზმი, რა.
აი საქართველოშიც ჭარბობს ფსევდონაციონალიზმი მთელ ჯგუფებში ხშირად გვინახია და აფხაზეთის ოკუპირებულ პერიოდში სრულ რუსული პროპაგანდაა, ხო, ანუ ფსევდონაციონალიზმი იქაც ჭარბად აქვს რა, ახლა მეც ვაკვირდები იმაშვები, ხო, ანუ ეს არ არის რეალური ნაციონალიზმი. ერთადერთი მიმზიდველობაში იმას ვიძახით, რომ ყველაზე დიდი მიმზიდველობა მაინც მოსახლეობისთვის დღეს 21 საუკუნეში არის ადამიანების სურვილი, რომ იცხოვრონ თავისუფალ გარემოში, გქონდეთ თავისუფალი გარემო. ამიტომ სანამ ჩვენ არ აგვაქვს თავისუფალი გარემო თბილისში, შენ იმათ ვერ მოანდომებ, რომ თავისუფალი გარემო გექნება მათთვისაც მერე რა, ხო? ნუ მე კიდევ ერთხელ მე იმათ უნდა მოვანდომო იმის შეგნება, რომ მე ვბრუნდები სახლში. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი. და მე უკვე ის რომ ისინი იქნებიან თავისუფლები. კი, მაგრამ მომისმინეთ, მე ვარ მაგალითად აფხაზი ლაშა ბერიძე. აი ვერანაირად თქვენ ვერ დამარწმუნებთ. რატო უნდა ვიცხოვრო ბიზნეს ოლიგარქატში? მაშინ პუტინის ოლიგარქატში ვიცხოვრო. ბიზნეს ოლიგარქატში ჩვენ თვითონ ვერ აქ თბილისში ვერ მოვრიგდებით იმაზე, რომ დეოკუპაცია უნდა გავაკეთოთ. ეს ბიზნეს ოლიგარქატის მერეა საუბარი. არა, ხო და არა, მე მაგალითი მომყავს, იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენი სოციალური წყობა, ჩვენი სახელმწიფო წყობა უნდა იყოს ძლიერი და მიმზიდველი. ის კი არა რომ ვიღაცას მივაზიდინოთ თავი. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი. კი, და ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ სამხედრო მხრივ ვიყოთ ძლიერი. კი, ხო, აი ეს არის მოკლედ რაც გითხარით სამხედრო შესაძლებლობებზე. ხო. ახლა განვიხილოთ ასეთი სცენარი. ახლა ვუყურებთ ტრამპის ადმინისტრაციას და როგორ სთავაზობს ის უკრაინას ამ მინერალებზე და რაღაცეებზე შეთანხმებას, რომ მერე ამის საფუძველზე უკრაინას დაეხმაროს და პირდაპირ ასე არ არის ლაპარაკი, რომ ეს მინერალები იმ ტერიტორიაზეა, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს და რადგან ჩვენ მინერალებზე შევთანხმდებით, მერე ამერიკა უნდა დაეხმაროს უკრაინას დეოკუპაციაში. პირდაპირ ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ნიშანია იმისი და თვითონ ამერიკელი პოლიტიკოსების გამოსვლაშიც ეს ჩანს და ბევრი ფრაზა მათი ნათქვამი ამაზე ხაზს უსმევს, რომ ამისთვის არის უფრო ეს ხელშეკრულება საჭირო. მე მაგალითად აზრი მაქვს ასეთი, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა დაინტერესებულია იმაში, რომ ააშენოს ანაკლიაში ღრმაწლოვანი პორტი. როდესაც ჩვენ შევცვლით აქ რეჟიმს და არ გვეყოლება ისეთი რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკას რა უნდა შავ ზღვაშიო და გვეყოლება ისეთი სახელმწიფოს მართველი დაბრუნდით თუ შეიძლება კადრში. ცოტა გაასწორეთ ტელეფონი, იმიტომ რომ უფრო მეტად კონდიციონერი ჩანს ვიდრე თქვენ. ხო. ბოდიში. როგორც ეს კარგად ამაქვს ხოლმე მოწყობილი და ეხლა რა დაემართა არ ვიცი, ბოდიში. აი ასე კარგია. ხო, და ანუ ამერიკა დაინტერესებულია, რომ ეს სპორტი კონდეს აქ. და როდესაც ჩვენ გვეყოლება ეროვნული სახელმწიფო მმართველი და არა რუსული რეჟიმი და ჩვენ დავუბრუნდებით ამერიკასთან ისევ ამ საუბარს და სავსებად შესაძლებელია, რომ ამერიკასთან დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამერიკა ჯერ გვეხმარება დეოკუპაციაში და მერე ერთად ვაშენებთ პორტს. ან ჯერ გვაძლევს იმ თანხას, მაგალითად არის ასეთი გვერდი ალფა სიხშირე, რომელიც სამხედრო ნიუსებს აჟღერებს და საკმაოდ ისეთი ძლიერი გვერდია. მათ ყავთ სამხედრო ჯგუფი, სპეციალისტების ჯგუფი, თეორიული სპეციალისტების, რომლებსაც დათვლილი აქვს პროექტი, რომ საქართველოს რამდენი ჭირდება თანხა იმისთვის, რომ დეოკუპაცია მოახდინოს და რამდენი წელი. და დათვლილია, რომ ბიზნეს მოშორების მერე დაახლოებით 5 წელიწადი დაგვჭირდება, რომ მოვემზადოთ და დაგვჭირდება 10 მილიარდი დოლარი. რომ აი ამ ახლა თანხის სიზუსტეზე მე თავს ვეძავდებ ეს. ალფას ხშირად ხარს ძალიან სერიოზული, კარგი ხალხია, ძალიან დიდ პატივს სცემ, ბევრს მუშაობენ, მაგრამ მე ასეთი კუთხით არ შევხედავდი მომენტს. და გეტყვით რატო? კი, შეიძლება 5 წელიც დაჭირდეს, 10 წელიც დაჭირდეს, მაგრამ მე ამ კუთხით არ უყურებ. მე უყურებ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სწორი დროისთვის, სწორი მომენტისთვის. მაგალითს გეუბნებით. აი, ეხლა, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და რუსეთის შესაძლებლობები აი ესე ძალიან არის დასუსტებული, აი ეხლა არის იდეალური მომენტი დეოკუპაციისთვის.
რა. მაგრამ ჩვენ ხოცები გვყავს, ხო. იდეალური არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ფორმაში. გავიგე, მაგრამ აქ როგორ იცი, იდეალური პირობები და იდეალური კონდიციები არასოდეს არ იქნება რა. რაღაც კონდიციები იქნება, რაღაც კონდიციებში უნდა მოემზადოთ ვიყოთ და გავრისხოთ, ხო? და არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩემ აზრს გეტყვით, რა. ძალიან თეორიულად საუბრობთ. დღეს დღევანდელ პირობებში მე რომ მქონდეს ამის უფლება მოსილება, 6 თვეში მზად ვიქნებოდი დეოკუპაციისთვის. და ქოცების პირობებში არ არსებობს იმის საშუალება, რომ თვითონ ქართული საზოგადოება დააპირისპირონ ერთმანეთს FSB-შნიკური მეთოდებით და შიგნით მოაწყონ ჯერ რაც აფხაზეთის ომის წინ იყო, ჯერ ვითომ სამოქალაქო მოგვიწყვეს აქ ვითომ სამოქალაქო ისიც რუსული იყო და მერე გადავედით აფხაზეთის ომში. ქოცების პირობებში ამის დიდი საშიშროებას ვერ ხედავთ? ერთ რაღაცას გეტყვით რა. და მე ერთ რაღაცაში ვერ შეგითანხმდებით. რა თქმა უნდა ის რუსული იყო სამოქალაქო ომი. რა თქმა უნდა აფხაზეთში ბევრი შეცდომა რაც ჩვენ დაუშვით რუსებმა დაგვიწყეს ომი და ცხინვალში. მაგრამ ყველა კონფლიქტი რაც ჩვენ ქონდა და სადაც დაუმარცხდით, სამოქალაქო ომშიც დაუმარცხდით, ხო, რეალურად. აფხაზეთშიც დაუმარცხდით, ცხინვალის რეგიონშიც დაუმარცხდით, ხო? ყველაზე დიდი შეცდომა ყოველთვის იყო ქართველების მიერ, საქართველოს მიერ დაშვებული. ჩვენ სამანამ ამას არ გავიანალიზებთ. სანამ ამის დამნაშავეებს არ მივცემთ სწორ შეფასებას, ვერასოდეს ვერ გადავდგავთ ნაბიჯს. ამიტომ აი ეს 6 თვე ხო, ამიტომ მარტო რუსებზე ხელის გაშლა, მე რა თქმა უნდა რუსეთი იმპერია აქ უნდა დავამთავროთ, მაგრამ რუსებზე ხელის გაშლა ჩვენ არაფერს არ გვიშენის. ამით ყვებავთ ნაციონალიზმს, გასაგებიათ ფსევდონაციონალიზმს, რაც გინდა, მაგრამ ეს არაფერს არ გვაძლევს. არც ერთ დროს ჩვენ არ მივეცით არც ერთ ამ ისტორიულ მოვლენებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, სწორი შეფასება, რატო მოგვივიდა ეს, რატო დაუმარცხდით იქ, რატო დაუმარცხდით აქ. თუ ამაზეა საუბარი, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ სწორ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ვერ მივცემთ სწორ შეფასებას. რუსეთი ყოველთვის შეეცდება, რომ დაგასუსტოს ტერიტორიები, წაგართვას, სამოქალაქო ომი დაგიწყოს, ერთმანეთი დაგახოცინოს. ნებისმიერი გარეძალა რა. ნებისმიერი გარეძალა, რომელსაც უნდა შენ ხარჯზე თავის რაღაც ინტერესების ყოველთვის შეეცდება, შენი სისუსტე, შენი ის გამოიყენოს თავის მასზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებამ გავიგოთ ჩვენი როლი სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი. თელი პრობლემა, რომელიც ყველა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა, მათ შორის წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ხო? ის იყო, რომ საზოგადოებამ დავკარგეთ ხელისუფლებაზე კონტროლი, რა, სრულიად დავკარგეთ. დღეს ახლა ხო საერთოდ ჰაერში ვართ, ხო? პრობლემაა, იმიტომ რომ როდესაც კარგავთ ჩვენ ხელისუფლებაზე კონტროლს, გადავდივართ რაღაცა გაუგებარ ავტოკრატიაში, ამაზე ცუდი რა არის გეტყვი, საქართველოსნაირ ქვეყანაში და საზოგადოებაში ეს ავტოკრატიაც არ მუშაობს რა, არ გამოდის რა. რო გამოსვლად იყოფილიყო, აქამდე ვინმე გახდებოდა რა, დიქტატორი და ავტოკრატი. არ შვება, ესეც ვერ მუშაობს, ხო? და ვართ სულას რაღაცა მუდმივ ჯანხში გვაქვს პროგრესი, აღმასვლა, პატრიოტიზმი, მერე ვარდებით რაღაცა იმაში, წუმპეში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ არც ერთ ისტორიულ მოვლენას ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში, არც სამოქალაქო ომს, არც აფხაზეთში ჩვენ დამარცხებას, არც ცხინვალის რეგიონში ჩვენ დამარცხებას არ მივეცით სწორი შეფასება. არ გქონია კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონები. ეს ორივე ჩემს დეოკუპაციის პოლიტიკაში ეს პუნქტები დევს. მარტო კანონები არა, არც კომისია არ შემდგარა, რომელიც ამას შეისწავლიდა, არც ამის კანონი ჭირდება, ხო? არც არავისთვის არ დაგვიქმევია სახელი მოღალატე და ის მოღალატეები და თავის შვილები დღესაც იგივეს აკეთებენ, ხო? ეს რა თქმა უნდა საჭირო ფაქტორია, ეს თლად დეოკუპაციაზე არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა შენ დეოკუპაციაზე როგორ ილაპარაკო, როცა ეს არ აქვს გადაწყვეტილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის არის. მაგრამ რას ვიძახი, იცი რომ მე პირადად მჯერა, რომ მაქსიმალურად მზად და იდეალურად ვერ ქართველს ჯერა, რომ აი როგორ ვერ იცავენ კიევს, ჩემი როგორ ვარდება რაკეტები და როგორ არ აქაც ჩამოვარდება რა. ანუ მაქსიმალური დაცვა ომში არ არსებობს. ომი ის არის და საომარი მოქმედება ის არის, რომ ვიღაცა დაიღუპება, რაღაცა მსხვერპლის გაღება მოგიწევს, რაღაცა შენობა დაინგრევა, რაღაცა ზარალის გაღება მოგიწევს, სხვანაირად ვერ იზავ რა. ან ზარალის გაღება მოგიწევს ძელვადიან პერსპექტივაში, ან მოკლევადიან პერსპექტივაში. ომი ეგ არის, რომ იბრძვი, იმიტომ რომ მოკლევადაში გადაწყვიტო ის და ის მსხვერპლი რაც 10 წელიწადში უნდა გაგიღო,
იმის მიათედი გაიგო ერთ წელიწადში და დაამთავრო ეს ყველაფერი და სხვას აღარ მოუწიოს ამის გაკეთება, ხო? ამაზეა თეორიულად საუბარი, ხო? ამიტომ ესეთი წარმოდგენა არ უნდა შევქნა ჩვენ მაყურებელში, რომ ეს იქნება ადვილი, ან იქნება ის, ან როდესმე ჩვენ შევძლებთ იდეალურად მოვემზადოთ. ვერასოდეს იდეალურად ვერ მოვემზადებით, შეუძლებელია. უნდა მოვემზადოთ მაქსიმალურად ისე, როგორც შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ კი ამისთვის ისტორიულად საჭირო მომენტი დაგვიდგება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სხვა გზა არ არის. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ როგორც სახელმწიფო. კი. და ბიძინას პირობებში ახლა როდესაც რუსეთი შეისვენებს უკრაინაში, შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, რომ უცებ გაახსენდეს საქართველო და ჩვენ ამასობაში აქ კიდე კოცები გვეყოლება. ამ მომენტში რა თქმა უნდა მზად უნდა ვიყოთ ისე როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად. მაგრამ თუ ახლა ჩვენ ერთი კაი რამე დავიწყეთ, რომ აი კოცებზე აღარც დღის ლაპარაკი რა და მე მგონი ტყილა ვიხარჯებით, რას ვიზახი რომ უფრო კარგად ვისაუბრეთ დიდ საკითხზე რა, თორე დღევანდელი მოცემულობა ყველას გვესმის რა არის, მაგრამ მაგაშიც მართალი ხართ, რომ ეს არის აუცილებელი მოცემულობა რა, ძლიერი სახელმწიფო რო გავხდეთ, ასეთ ოლიგარქატის პირობებში ვერ გავხდებით და მორჩა. კი. ამიტომ არის სავარაუდოდ ალფასიხშირეს გეგმა 5 წელიწადს გაწერილი და არა 6 თვეზე და არა, მე ამ გეგმას არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ მე ვიძახი რას, რომ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ რაღაცა იდეალურ სტრატეგიული გეგმა, ნამდვილი სტრატეგია რა არის, იცით? სტრატეგიული გეგმა ხო არის 10 წლიანი გეგმა, მაგრამ სანამ შენ იმ გეგმაზე გახვალ და შეასრულებ, გზაში მცირე გამარჯვებები გჭირდება რა. რომ ის გეგმა შეასრულო, ხო, ნამდვილი სტრატეგიული შეესას. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მომზადება გუშინ, გავაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეიძლება, იდეალურად ვერასოდეს ვერ ვიქნებით მზად. თამამად შემიძლია გითხრას და ვინც გინდა მეკამათოს ყველას დაუსაბუთებ, რომ ვერ ვიქნებით მზად, ვერც ალფასიხშირის გეგმით ვერცის. შეიძლება 5 წელი დაგჭირდეს, შეიძლება 3 წელი, მაგრამ თუ ამის ისტორიული შესაძლებლობა გვექნება, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ ხვალ და უნდა ვიყოთ მზად, რომ გავიღოთ შესაბამისი მსხვერპლი. კი. თუ არა ვართ ამისთვის მზად, მაშინ დავანებოთ ამ თემაზე საუბარს საერთოდ თავი. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამაში მეც გეთანხმები. ხო. მე ხლა არ მინდა მე თქვენ გადაცემას რომ ვიღაცამ ნახოს მეორე ფრონტის მოწოდება დაგიყვას, ეს არანაირად არ არის, არც მეორე, არც მესამე ფრონტის მოწოდება. ჩვენი ინტერესები უნდა დავაყენოთ სხვაზე მაღლა ყოველთვის. და ჩვენი ინტერესი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ დეოკუპაცია, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და მე მართალი გითხრათ, გინდა მე პირადად ასე ვფიქრობ, გინდა ნეიტრალურები გავხდეთ. გინდა სუპერ პაციფისტები გავხდეთ, რაც გინდა ის გავხდეთ, პრობლემა აღარ მაქვს. ნეიტრალურ მდგომარეობაში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ თავდაცვის უნარიანობა გვექნება? იმდენად ძლიერები ვიქნებით, რომ რუსეთი თავს რო დაგვესწრება, მარტო დავიცვავთ საკუთარ თავს? ნეიტრალიტეტის საქართველოს სადაც არის გეოგრაფიულად, იქ ნეიტრალიტეტზე საუბარი არის სრული აბსურდი, სრული არაპრაქტიკული საუბარი და პირისპირ დარჩენა რუსეთთან, როცა უნდა მოგახოს იოლად თავისნებას. მე ვფიქრობ, ეს არაპრაქტიკულია. კი, და რატო ახსენეთ? მაგრამ კიდევ ვიძახი რა, თუ კი ჩვენს მე ვამბობ, რომ თუ კი რუსეთი მზად იქნება და ისეთი დასუსტებული იქნება, რომ რაღაცეები დაგვითმოს, დეოკუპაცია იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია. ცოტა მოვატყუოთ მაშინ, ვუთხრათ, რომ კარგი ნეიტრალურები ვიქნებით, გავიდეს და მე უცებ ვთქვათ, რომ всё, აღარა ვართ ნეიტრალურები. რუსეთს ფეხებზე კიდია შენ ნეიტრალიტეტის საკითხი, ამაზე არ არის აქ საკითხი. რუსეთს ეს არ აჯავრებს, ამას უბრალოდ გიგდებს, რომ დღეს დაგასუსტოს. მაგრამ შენ როცა იქნები საკმარისად ძლიერი, რომ შენი პოზიციის დასვა შეგიძლია, ხო? მას სულ არ აინტერესებს შენ სად იქნები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, შეგვიძლია მე პრინციპულად ვიძახი, რომ ტერიტორიული დეოკუპაცია იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია პირადად ჩემთვის, შეგვიძლია რაღაც საკითხებზე უკან დავიხიოთ სხვა რაღაც მნიშვნელოვანს, თუ კი ასეთი დათმობა, მე არ ამჯერა, მაგრამ თუ ეს თეორიაში იარსებებს. ყოველთვის ჯობია, ყველაზე დიდი გამარჯვება არის. თქვენ ახსენეთ ნეიტრალიტეტი და თქვენ თვითონ თქვით, რომ ნეიტრალიტეტი ცოტა სისულელეა, ამიტომ არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მე საერთოდ ხაზი არ გამისვია ნეიტრალიტეტს, მე ვიძახი რაღაცა საკითხების დათმობა დღეს მაგალითად ღვინოს მივყიდით მთელი ცხოვრება. ამ დათმობაზე წავდა მანდარინს მივცემთ კიდე რამდენი წუთი. ეხლა მესმის რომ რელევანტობა დაკარგა ნატოს წევრობამ, მაგრამ მე მაგალითად ნატოს წევრობა არაფერში არ მჭირდება თუ ტერიტორია იქნება ოკუპირებული. მე პირადად ასე ვფიქრობ რა.
ნატო იმისთვის გჭირდება რომ დეოკუპაცია გავაკეთოთ და არა იმისთვის რომ თბილისი იყოს ნატოში და სოხუმი იყოს რუსეთში. გასაგებია. კიდევ ვიძახი, ხო და თუ კი სასწორზე დაიდება ეს ორი საკითხი, ჯობია ეს არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს სხვა რამეს ნიშნავს. შეგვიძლია რომელიმე რაღაცაზე ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია გამთლიანდეს და ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვიყოთ ერთხელ და სამუდამოდ. დღეს გამიჭირდება მაგალითი, მაგრამ მე მაგალითად ვიძახდი, რომ თუ კი ეს თეორიულად, ეს ძალიან თეორიული ნათქვამია და არაპრაქტიკული სწორედ გამიგეთ, იმიტომ რომ ალბათ ასე არ დადგება, მაგრამ თუ კი თეორიულად უნდა გახდეს, რომ ჩვენ ვიყოთ ნატოს წევრი თუ მოვახდინოთ დეოკუპაცია, მე ავირჩევ მოვახდინოთ დეოკუპაცია. კი, გეთანხმებით ამაში ნამდვილად და მე ნატოში თუ არა ცალ-ცალკე რო ვიღაც ქვეყნებთან შეგვიძლია ალიანსები შევქმნათ და იმ ქვეყნებთან ერთად ვიყოთ საკმარისად. მე შეგვიძლია სადაც გინდა იქ წავიდეთ. ხო, თუ კი რუსეთი გეუბნება რომ აი მე რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაღაც დამითმე დეოკუპაციის სანაცვლოდ ჩვენ უნდა დაუთმოთ და ასე არ მოხდება, იმიტომ რუსეთი ამას არასოდეს არ სახედავს, სანამ ჩვენ არ ვიქნებით მზად ამისთვის, მაგრამ კიდევ ვიზახი, აქ თეორიული განხილვა, თუ კი რაიმე მექანიზმი იქნება, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ჩვენ არ მოგვიწევს კონფრონტაცია რუსეთთან, აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ ისე, რომ არ მოგვიწევს კონფრონტაცია რუსეთთან. თუ იქნება ამის აუცილებლობა. მე კიდევ მაგრამ ამის ნაკლებად ვჯერა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მოგვიწევს სამხედრო გზით ამის გაკეთება. არასოდეს რუსეთი არ დაგვითმობს არაფერს, თუ ჩვენ არ ვიქნებით სამხედრო გზით პრობლემის გადასაწყვეტად. თუ მას არ შეეშინდება. ხო, არ ვიტყვი აუცილებლად რომ შეეშინდება, მაგრამ იცი როგორ რაღაც არჩევანის წინაშე უნდა დადგეს რა? ან გეომოს ან ჯობია დაგითმოს და რაღაცა მიიღოს ამის სანაცვლოდ რა. მაგალითად ვიძახი სომხეთთან მიმართებაში დადგა არჩევანის წინააღმდეგ, ან უნდა ეომო აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველასთან ჯარები შეეყვანა და დაეცვა, ან არა და დაეთმო ეს და მეგობრული სავაჭრო რაღაცა ურთიერთობები შეენარჩუნებინა აზერბაიჯანთან და თან ვითომ გამოაჩინა რომ სომხეთი დაესაჯა, ხო? რეალურად სტრატეგიულად წააგო, შეიძლება შეცდა, მაგრამ იმ არსებულ რეალობას გაუსწორა თვალე, რომ არ უნდა დაეთმო თურქეთ-აზერბაიჯანის კოალიციისთვის, ხო? არ უნდა დათმობაზე წასულიყო, ან ისინი მაინც აპირებდნენ ომს და ან მათთან უნდა დაეწყო ღია კონფრონტაცია და ის ახლა უკრაინის ომისთვის ემზადებოდა და ამის თავი არ ქონდა, ხო? ამის სურვილი არ ქონდა. ამიტომ ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს, როგორ გაყიდა თავისი მოკავშირე სომხეთი, ჩვეულებრივად, ხო? მიატოვა ერთ ადგილზე, ხო? ანუ ეს არის ისე აღარ ვართ, რომ უახლოესი ისტორიის მაგალითები არ გქონდეს, როგორ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ის მოქმედება, როგორც აზერბაიჯანმა განახორციელა, ჩვენ ვერ შევძლებთ, რაღაც სხვა რეალობა გვაქვს. არ გვჭირდება ისე მოქცევა, ჩვენ არ გვჭირდება ეხლა, რა ქვია, აფხაზების გენოციდი, არაფერში არ გვჭირდება. არა, ეს ჩვენი ოკუპირებული მოსახლეობაა და ჩვენი ოკუპირებული მოსახლეობა უნდა ვდეოკუპიროთ. გავიგე, ხო, ახლა აზერბაიჯანის მიზანი ქონდა, რომ სომხები წავიდნენ იქიდან, ახლა არ იძახიან ამას, მაგრამ რეალური მიზანი ეგ იყო, ხო? ჩვენ სულაც არ გვაქვს ესეთი მიზანი, მაგრამ ახლა თუ გაიძულებენ, ეგეც შეიძლება მოხდეს, ხო? ამიტომ მაგალითები უახლოეს ისტორიაში არის უკვე, ხო, მაგალითები არის დეოკუპაციის, მოქმედება არის, მაგრამ ყველაფერი არის ზღაპარი, ჩვენ თუ არ ვდგავართ ძლიერ პოზიციაზე. ძლიერ პოზიციაზე დაგვაყენებს შეთანხმება ამერიკასთან პორტის მშენებლობაზე და ამაში რომ გამოვსტყუოთ ამერიკას ჩვენი დეოკუპაციის პროცესში ჩართვა და დახმარება. ძალიან კარგად ვიცნობ და არ ვეთანხმები მაგ თქვენ მოწოდებას, არ ვეთანხმები რაღაც ძალიან პროამერიკულ ქართულ პოზიციას, იმიტომ რომ ამერიკა არის რაღაცებში დაინტერესებული, მაგრამ ჩვენი დეოკუპაციით ალბათ ნაკლებად არის დაინტერესებული, რა. ამიტომ ისევე როგორც სხვა მეკავშირეებთან, ამერიკასთან ჩვენ უნდა გქონდეს პოზიცია, როდესაც ისინი უბრალოდ ხარს დაუჭერენ ჩვენი ინტერესების გახორციელებას. ამერიკასთან უნდა გქონდეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ის, რომ შეგვეძლოს მათგან თანამედროვე, სუპერთანამედროვე იარაღის მიღება, რომელიც მოგვცემს ტექნოლოგიურ უპირატესობას სამხედრო კონფლიქტის შესახებ. უნდა გქონდეს ურთიერთობა, რომ გქონდეს ეს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან ზედმეტ შეფასებას აძლევთ ამ ანაკლიის სპორტს. მე პირადად არ ვეთანხმები ამას, რომ აქ რაღაცა ინტერესია დიდი ამერიკული, რო ყოფილიყო დიდი ამერიკული ინტერესი, ისინი თავის ინტერესებს დაიცავდნენ. ეხლა მესმის მე, რომ ტრამპი, ბაიდენი რაღაც საუბრობი რეალურად
2012 წელსაც ამერიკის პოლიტიკა იყო იმისთვის, რომ ფაქტიურად ჩვენ, როგორ იცი, აღარ ვიყავით პრიორიტეტი, იმიტომ რომ თვითონ არ ვაქტიურობდით, ხო? მთელი ეს 12 წელი ძალიან ეფექტურად უჭერდა ქართული ოცნების ხელისუფლებას მხარს, სანამ ეს აწყობდა, სანამ დემოკრატიული პარტია. ამიტომ ვარდისფერი სათვალე არ უნდა გაუკეთოთ არავის. ამერიკის პოლიტიკა ძალიან კარგია, დიდი მეგობარი ამერიკა, მე ამერიკელებთან ერთად მიომია მათ ოპერაციებში მონაწილეობ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკასთან ჩვენი სიახლოვე გარკვეული რისკების შემცველიც არის, იმიტომ რომ ერთ დღეს მათ შეიძლება არ აწყობდეს პატრიოტული ხელისუფლება საქართველოში და მხარი დაუჭიროს. დაგვემართა ასეთი რაღაცა უკვე 2012-ში. არ უნდა დაგვავიწყდეს ის გაკვეთილი. ხო, ეხლა ძალიან ის არის ქართულ ბაბლებში, დემოკრატები და ჯო ბაიდენი და ის და საქართველოსთან მიმართებაში არაფერი ისეთი პროგრესული ამ 12 წლის განმავლობაში არ პირიქით ანტიამერიკული წმენდა და პროპაგანდა მიმდინარეობა აქტიურად და მე პირადად ვერ დავინახე რაიმე ამერიკის ხელისუფლებისგან რაიმე პროდუქტიული ნაბიჯი რომ დახმარებოდა სანამ კრიტიკულ ზღვარზე არ მივიდა. კრიტიკულ ზღვარზე რომ მიდის ყოველთვის რთულია, მაგრამ დღესაც ჩვენ ვერ ხედავთ, ხო? ანუ ჩვენ არა ვართ პირველი პრიორიტეტი და გაგვიჭირდება, ამიტომ ძალიან კარგია მეკავშირეობა, მაგრამ მე ვფიქრობ, ხა ზედმეტი იმედების დამყარება ამერიკასზე, მე ვფიქრობ, მცდარი აზრია, იმიტომ რომ ეს არ არის იმედები, ეს არის ზუსტად ისეთივე პრაგმატული შეთავაზება მათთან, როგორცაც ახლა თვითონ ამერიკა უკეთებს უკრაინას. გეუბნებით, რომ ჩვენ ყველანი ანაკლიის სპორტის რაღაცა სტრატეგიული, მას უდიდესი ბიზნეს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამერიკა რომ რაღაცა დიდი იმედებს და ინტერესებს ამყარებს ანაკლიის სპორტზე, რომ იმის გამო მოახვალ და რუსეთს ომს დაუწყებს ან რაღაცას იზავს, ძალიან არარეალისტურია და პირიქით ამ პორტის შესაძლებლობა იყო და თვითონვე ამერიკელებმა თამამად შეიძლება ითქვას ამ პორტის ინტერესი მიატოვეს და მიცეს ქართულ ოცნებას საშუალება რომ შემოეყვანა კონკრეტულ ადმინისტრაციამ და ტრამპმა, როდესაც უკვე დაინახა რომ ბაიდენმა გაიმარჯვა არჩევნები, თავის პირველი იმის პრეზიდენტობის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ვინც კი სადმე მსოფლიოში აღიარებდა აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყანად, მიიღებდა სანქციებს ამერიკისგან. იმის მერე არავის არსად არაფერი არ უღიარებია. ყველა ვინც აღიარა იყო მანამდე. ეს ერთი და მეორე, ნუ ჩემი ანალიზით ეს ტრამპმა იმიტომ გააკეთა, რომ ტრამპს უნდოდა აქ პორტის აშენება და რომ დაინახა, რომ ბიზნესამ გადააგდო მაგ პორტში, ამიტომ თავი დაიზღვია და სანამ ბაიდენი იქნებოდა, აი ეს კანონი დატოვა. რომ კიდე არ გართულებულიყო ჩვენი სიტუაცია და უფრო მეტ ქვეყანას არ ეღიარებინა რუსეთის მეშვეობით და რუსეთის მოსყიდვით აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ. ამიტომ მე ზუსტად იმიტომ ვლაპარაკობ კონკრეტულად ამ ადმინისტრაციაზე, რომელიც ახლა და არა ზოგადად ამერიკაზე. კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებაზე ვლაპარაკობ. ნუ, მაგრამ ოკეი, თუ არ მიგაჩნიათ, რომ ეს რაღაცა იდეა მერტმახნას ესე იყოს, მაგრამ ჩვენ რამდენიმე შეცდომას უშვებთ პროდასავლური საზოგადოება რა. მე ხშირად ქონია ამ თემაზე კამათი რა, აი ძალიან ხშირად. მე არ მივაკუთვნი ჩემ თავს პროდასავლურ საზოგადოებასთან, მე ძალიან კარგად მესმის დასავლეთის მინუსები და დასავლეთშიც ასარჩევია ლიდერები. ერთია ლიდერი მაგალითად ინგლისში, რომელიც იყო ბორის ჯონსონი, მეორეა დღევანდელი, ერთია ბაიდენი, მეორეა ტრამპი. ბატონო, ასარჩევზე არ არის, მაგრამ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსნაირ ქვეყნებთან მიმართებაში დრამატულად არასოდეს არ იცვლება ადმინისტრაციების ცვლილებასთან შედარებით, ხო? არ იცვლება, არც ახლა არ იცვლება, საქართველოს არ წარმოადგენს ახლა პრიორიტეტს, მისთვის სხვა რაღაც მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს უნდა კარგად გვესმოდეს, ხო და ჩვენი მნიშვნელობის, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, მით უმეტეს საზოგადოებაში და აგიხსნით რა, რომ ჩვენი მნიშვნელობის იმაზე მეტი რწმენა, ვიდრე რეალურად გვაქვს. არა. ეს არის ძალიან არა, საქართველოს მნიშვნელობაზე მე გადამეტებული რწმენა არ მაქვს და ამაში არ დაგეთანხმებით კატეგორიულად. და ამაზე არ ვიკამათოთ. კარგი. ამაზე არ ვიკამათოთ. ამერიკის ადმინისტრაციებმა ისევე როგორც ობამამ, ტრამპმა, ბაიდენმა, ახლა ტრამპი რა. არა, ობამასთან და ბაიდენთან ტრამპი არ უნდა დააყენოთ. არა, ზელენსკისნაირი შეცდომები არ უნდა დაუშვათ. არა, მე არ უშვებ შეცდომას, პირიქით ტრამპი უფრო კაი იყო ვიდრე ობამა და ბაიდენი საქართველოსთვის.
კი, ამიტომ მათთან არ უნდა დააყენოთ ტრამპი, უნდა კი გამოყოთ. ბატონო, ხო, ტრამპი უფრო კარგი იყო საქართველოსთვის, ტრამპის 4 წელი, ვიდრე ობამას 8 წელი და ბაიდენის 4 წელი საქართველოსთვის. ხასთვის და არა უკრაინისთვის, ხო? უკრაინისთვის ჯერ კიდე გამოჩნდება. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ ადმინისტრაციებმა ანაკლიის პორტი რაიმე ისეთი მნიშვნელობა რო ყოფილიყო, ისინი მიიღებდნენ ზომებს და ამ პორტზე საკმარისი მექანიზმი და ბერკეტი გააჩნდათ, რომ ეს პორტი ამისთვის იღებდა ზომებს ტრამპი, სანამ იყო პრეზიდენტი და ამისთვის მიიღებს ამ ადმინისტრაციაში. არა, ელისო, არავის არაფერი ზომები ამისთვის არ მეუღია არც ერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი არ გადაუდგია ანაკლიის პორტს. ეს არის მცდარი პოზიცია ვატყუებთ ჩვენ თავს. არ გადაუდგიათ არც ერთი ნაბიჯი. კარგი, მაშინ მე ახლა ფაქტებს ჩამოვთვლი. არც ერთი ნაბიჯი ამერიკის ადმინისტრაციას იმისაც რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო ისე რომ ამერიკულ კომპანიას აეშენებინა, არც ერთი ნაბიჯი, ქმედითი ნაბიჯი, გინდა წახალისების და გინდა იძულების, ხო ამერიკა როგორ მუშაობს? არის ნორმალური ურთიერთობები, მერე იქიდან გადადის წახალისებაზე, ხო ხდები, თუ წახალისება არ მუშაობს, მერე გადადის იძულებაზე და მერე იწყებს ომს. ხო, ჩვენ არც წამახალისებელი ანაკლიის პორტის მიმართ ამერიკის არც ერთი ადმინისტრაციის არც წამახალისებელი ნაბიჯი არ გვიქნია. მე არ ვსაუბრობ 2012 წლამდე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილი ცდილობდა ამ საკითხის წარმოჩენას სხვანაირად აქტიურობდა. იმის მერე არც ერთი ნაბიჯი ამერიკის ადმინისტრაციებისგან არ გადადგმულა, რომ ეს პორტი რაღაცა კონტექსტში აშენებულიყო ამერიკის მფარველობის ქვეშ, პირიქით ცდილობდნენ, რომ რაღაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში ეს საკითხი არ ყოფილიყო პირველ. მათ რო დომოდათ ამ საკითხის იმას მოახდენდნენ პოლიტიზირებასაც, ამ საკითხის ხარსას დაუჭერდნენ და თუ ვინმე ამას შეეწინააღმდეგებოდა და იმ პირობებში ანაკლიის პორტს მაინც გადაცემდა რუსებს, ჩინელებს ან ვიღაცებს, იმათ დამსჯელი და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაც შეეძლო ამერიკას. არც ერთ ეტაპზე ჩვენ ეს არ გვინახია პრაქტიკულად. ამიტომ იმის თქმა, რომ მათ რაღაც ინტერესი აქვს ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, შეიძლება ბიზნეს კონდეს ინტერესი, ჩვენ ესეთი ნაბიჯი არ გვინახია არც ერთ ეტაპზე. ახლა მე ჩამოვთვლი ფაქტებს. ახლა მე მაცადეთ. ანუ ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს ამ საკითხზე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი მის ადმინისტრაციაში იყო პომპეო, რომელიც, ანუ რამოდენიმე ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყავდა ივანიშვილს აქედან გაგზავნილი, იმისთვის, რომ ამერიკა დაერწმუნებინა, რომ პორტი აშენდება და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც კი ეს პრემიერ-მინისტრები ამერიკიდან ჩამოდიოდნენ, მეორე დღესვე გაშვებული იყვნენ სამსახურიდან. ეს რო დაინახა ტრამპმა რომ უწელავენ, გამოუშვა პირდაპირ პომპეო ჩამოვიდა აქ და ელაპარაკა და პომპეოს დაუდო, ასე ვთქვათ, სიტყვა მისცა ივანიშვილმა და მაშინ უკვე გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ პორტს არაფერი არ ემუქრებაო და მერე უკვე როგორც კი დადგა ის მომენტი, რომ დაინახა ივანიშვილმა, რომ მოიგო ბაიდენმა, უკვე სრულიად გადააგდო და სრულიად გამოუცხადა ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც უკვე მიდიოდა მალე, რომ პორტი არ აშენდება. და ამ მომენტში ტრამპის ადმინისტრაცია მიიღო ის კანონი, რომელიც მე უკვე ვახსენე, სადაც თქვა, რომ ვინმე თუ გაბედავს და ცხინვალს და აფხაზეთს აღიარებს, მე ვთვლი, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ზუსტად ეს ტერიტორია დაეცვა გაუარესებისგან და პომპეომ ამ მეორე იმაში, ასე ვთქვათ, კადენციაში, ტრამპის კადენციაში, ზუსტად იმიტომ ვერ დაიკავა თავისი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ადრე ეჭირა, რომ საქართველოს პორტის საკითხი ჩაუვარდა. თორე პომპეო ისევ თავის ადგილას იქნებოდა დღეს. გავაგზავნებ ამ თემაზე კამათს, ტრამპი გამოგზავნის, რა ქვია, კრეისერებს, ავიამზიდებს და ფოთის არ არის ირონია ახლა და სარკაზმი საჭირო. მე ასე არაპატივცემულად თქვენ არ გელაპარაკებით. არა, გელაპარაკებით, არა. ეს ერთი და მე მეორე თუ აკვირდებით იმ მესიჯებს, რომელსაც საქართველოს მიმართ ახლა აკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია, იქაც ყოველთვის ახსენებენ ერთი მესიჯი მითხარით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართ გააკეთა. ერთი. ძალიან ბევრი. დღეში ლამის 5 მესიჯი წერებოდა, ეს ერთი და მეორე იმ 5 მესიჯიდან ერთი. ვინ გააკეთა?
ჯო ვილსონი რატო გგონიათ უმნიშვნელო პერსონად? ელისო არ მეკამათოთ. ჯო ვილსონი არის კონგრესმენი, ძალიან დიდი საქართველოს მეგობარი, ის არ არის ტრამპის ადმინისტრაციის წევრი. ჯო ვილსონის განცხადება არ არის ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება. ეს არის შეცდომა. კარგი. როდესაც ჯო ვილსონი ამ საკითხებზე როდესაც წერს და თავის ტვიტებში ტრამპს ნიშნავს, ესეც არაფერს არ ნიშნავს თქვენი აზრით? არა, არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად. სანამ ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაციის წევრი არ გააკეთებს განცხადებას, მე მას სერიოზულად არ უყურებ. კარგი, დაელოდეთ, როდესაც ასეთ განცხადებას გააკეთებენ. არა, კიდევ ერთხელ და მოდით და მითხარით, რომ მე მართალი ვიყავი. როდესაც ეს მოხდება. არა, მე მესმის, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ საზოგადოებაში პროდასავლური სენტიმენტი შევინარჩუნოთ და ძალიან არანაირი პროდასავლური სენტიმენტი მე არა მაქვს. მე კონკრეტული ფაქტებით გელაპარაკებით და ამ კონკრეტული ფაქტების ასეთნაირ ანალიზს პროდასავლურობას მიაწერთ. პროდასავლურია ხიხოს ნახევარზე მეტი გუშინდელამდე პროდასავლური იყო. ამიტომ პროდასავლურობა არაფერს არ ნიშნავს. ჯო ვილსონის პოზიცია არის ძალიან კარგი, პატივსაცემი, ის არ არის ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია. კარგი, მაგას დაველოდოთ. და როდესაც დადგება ამ საკითხი დღის წესრიგში, მაშინ მითხარით, რომ თქვენ ცდებოდით. გაითიშა ეთერში ხართ? ბოდიშ ვიხდი, რატოღაც კავშირი გამიწყდა რა, არ ვიცი რა არის მიზეზი. ძალიან ვჩხუბობდით და მაგითო. არა, არ ვჩხუბობდით, არა, მე უბრალოდ ხშირად გქონია ამ თემაზე კამათი, აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ რა. როდესაც ქართულ ოცნებამ მიიღო რუსული კანონი და თელი ამბები იყო, ამერიკიდან ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცოტა ჩამოწიეთ კამერა. აგერ. ასე? კიდე უფრო. ნიკაპის მოჭრილი გაქვთ. ხო, ასე. ამერიკიდან ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილე ვინმე ბატონი რომელი ადმინისტრაციის? ბაიდენის. რომელი ადმინისტრაციის? ბაიდენის, დიახ. ხო და ბაიდენზე არ მაქვს საერთოდ ლაპარაკი. ამიტომ არ ვილაპარაკოთ, არ განვიხილოთ, ბაიდენის ამერიკა არ განვიხილოთ. მე კიდე ერთხელ ვთხოვთ და გეუბნევით რა, რომ საქართველოსნაირ ქვეყნებთან მიმართებაში ამერიკის გზელვადიანი პოლიტიკა არ იცვლება. თელი ტრამპის ის ცვლის პოლიტიკას მეკავშირეებთან მიმართებაში, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ტრამპის წინა ადმინისტრაციის ახლა ძალიან ადრეა ტრამპზე რომ ვისაუბროთ. მე ვიტყვი და თუ შეიძლება დავტოვოთ ისე, რომ მე ვიტყვი ამას და ასე იყოს. თუ არ მეთანხმებით და დავხუროთ, რომ უბრალოდ დავაფიქსიროთ, რომ არ მეთანხმებით. მიმართებაში არ გეთანხმებით ამაში და არ არის საჭირო ამის გამეორება. დავხუროთ ეს საკითხი, თუ არ მეთანხმებით, თქვათ, რომ არ მეთანხმებით.
ანუ ვერ დამარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ მართალი ხართ ამ შემთხვევაში. დავტოვოთ ისე, რომ თქვენ აზრზე ხართ, მე ჩემ არა, აზრზე. საქმით ერთადერთი არაფერი არ შეცვლილა და რავი რა ვთქვა. კაი, არაფერი არ ვთქვათ, მე ვიტყვი. ხო და შევთანხმდეთ იმაზე, რომ შეცვლილა, რა გითხრათ მეტი ახლა. საქმე შედეგია რა, მთავარი, შედეგი აყოფილა და. კიდევ ერთხელ იყო ნაბიჯები, საკმარისად ნორმალური ნაბიჯები ტრამპის ადმინისტრაციის მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, რომელიც უკვე ჩამოვთვალე და დაველოდოთ ახალ ნაბიჯებს მის მეორე პრეზიდენტობის განმავლობაში. მთავარია რომ ვთანხმდებით იმაზე, რომ დეოკუპაცია გასაკეთებელი გვექნება და მთავარია რომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები და ოღონდ თუ ვერ მოვასწარით იდეალურად ძლიერობა, ყველა შემთხვევაში მაინც უნდა ვიყოთ იმისთვის მზად, რომ ეს რო დაიწყოს თუნდაც ქოცების პირობებში ეს ომი, მაინც მოგვიწევს საკუთარი თავის დაცვა. კი ბატონო, მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა რომ ჩამერთეთ და იმედია გვექნება კიდე ისეთი საუბარი. იმედია გვექნება კიდე ისეთი საუბარი, სადაც ერთმანეთს უფრო მეტ რაღაცაში დავეთანხმებით და უფრო ნაკლებს ვიკამათებთ. კარგით. კარგით, მადლობა. მადლობა მე.